მოგესალმებით. გადავიდეთ მე-9 თავზე, აწმყოს ძალა და ამის დასათაურება აქ ესეთი ბედნიერების და უბედურების მიღმა სიმშვიდეა. და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა აი ეს თემა და თვითონ მე პრაქტიკაში გამოვცადე ეს და თვითონ მოვიდა, რომ ვერ გეტყვით, რომ ეხლა ეს რაღაცა ვაპრაქტიკე და რაღაცა ისეთი გავაკეთე სასწაულები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ეს წიგნები, სემინარები, ტრენინგები, ეს ყველაფერი გაცნობიერებაში ნამდვილად დამეხმარა ჩემი მასწავლებლებით. და მოდით დავიწყოთ ახლა აქ ამ მე-9 თავის განხილვა. უმაღლესი სიკეთე სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. და მე არის ესეთი შეკითხვა, არის თუ არის თუ არა განსხვავება ბედნიერებასა და შინაგან სიმშვიდეს შორისო, პირდაპირ ესეთი შეკითხვა. მე შინაგანი წამომცდა ახლა დასაწყისშივე, იმიტომ რომ პასუხიც თვითონ ტოლის განმარტებითაც ასია და რეალურად მართლა ასია, ბედნიერება დამოკიდებულია ბევრად გარე ფაქტორებზე და სიმშვიდის მდგომარეობა აბსოლუტურად შინაგანი მდგომარეობაა. აი არ არსებობს გარე ფაქტორის ზე იყოს ეს გარე ფაქტორებზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ ეხლა თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ესეთი შეკითხვა, როგორ არა გარე ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, ხო? ან გონებით თუ მიუდგებით ამ ყველაფერს, ძალიან რეალური შეკითხვაა და ნამდვილად ღირს ამაზე პასუხის გაცემა და დაფიქრება. რატომ იცით, გარედან მოსული სიმშვიდე ეს სხვანაირად აღიქმება. აი მაგალითად რაღაცა გავიგეთ, რაღაცა გვესიამონა და მე რა კარგია დავმშვიდდი ახლა, მაგრამ რეალურად ეს არის ძალიან დროებითი. ამას ბედნიერებას ეძახის თვითონ ტოლე. გარეთ რაღაცა მოხდა, მივაღწიეთ რაღაც სასურველ მდგომარეობას, თუნდაც სამსახურში, თუნდაც ურთიერთობებში, ფინანსურად რაღაცა კარგი მდგომარეობა გვაქვს. ან ელემენტარული ყველაფერს თავი დავანებოთ, ავიღეთ და ვიყიდეთ რაღაცის სასურველი ნივთი, რომელიც ძალიან გვინდოდა, ხო? და ვაიმე რა ბედნიერი ვარ, რა ხშირად გვითქვამს. ან არ ვიცი, ბავშვმა ჩააბარა ინსტიტუტში, ან დაქორწინდა შვილი, ან არ ვიცი რა, ნებისმიერი სხვა რაღაცა, ნებისმიერი ეს არის გარედან შემოსული ბედნიერება. და ზოგადად ბედნიერება გარედან მოდის. თუ შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებს ადამიანი, ანუ მუდმივად შვიდ მდგომარეობაში იქნება, მუდმივად შეიძლება მე ვფიქრობ, რომ ბედნიერების შეგრძნება ქონდეს, მაგრამ ამ წიგნში არის როგორ არის იცი განმარტებული, რომ სიმშვიდე არის კი ბატონო, სიმშვიდის მდგომარეობაში შეიძლება იყოს ადამიანი, როდესაც უკვე გაცნობიერებულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბედნიერებას. ასე ამბობს ავტორი. თუმცა მე ამ ფრაზას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მუდმივი ბედნიერების მდგომარეობა შეიძლება ქონდეს ადამიანს, როდესაც მშვიდია. ეხა თან მით უმეტეს ხო ეხანდელ დროში უკვე რამდენადაც მოგეხსენება და იცით დარწმუნებული ვარ, ეხა თქვენ ჩემო მსმენელმა, რომ მეოთხე განზომილებაში ვართ გადასული, მეხუთეში თუ არა და ყველაფერი არეულია. ძალიან რთულია იპოვნო ადამიანი, ვინც რეალურად ამ მდგომარეობაშია. მართლა რომ არის ამ მდგომარეობაში, ხო, შინაგანად მშვიდ მდგომარეობაშია. თუმცა გინახავთ ახლა ალბათ ადამიანები, რომ ძალიან მშვიდები არიან, აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს, ან საერთოდაც ნაკლებად კი არ გამოხატავენ, სანამ გამოხატავენ, ნაკლებად აღიძრება მათში ეს ემოციური ფონი არა აქვს ისეთი ძლიერი, ზოგს პირიქით გაძლიერებული აქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა მშვიდია. არც ის აგერ სოციალურ ქსელებში გამოფენილი ესეთი ლამაზი სურათები, ლამაზ ადგილებზე გადაღებული თუნდაც, ან კარგად ჩაცმულ დახურული, გაპრანჭული, მაკიაჟით გაკეთებული ეს ყველაფერი სურო ფილტრის გარეშე გადაიღონ, მაინც ეს არ გვაჩვენებს და საერთოდ არ ნიშნავს მერწმუნეთ იმას, რომ ეს ადამიანები შინაგანად მშვიდ მდგომარეობაში იმყოფებიან. შინაგანი სიმშვიდე კი არა, ბედნიერი რო იპოვო ადამიანი, ესეც ძალიან იშვიათია ახლა, იმიტომ რომ როდესაც ეკითხები რეალურად მოდიან ახლა ჩემთან კლიენტები და ხშირი ურთიერთობა მაქვს მე ადამიანებთან, ძალიან ცოტა ესეთი ადამიანი, რომელიც არის ბედნიერი და ამ დროს საერთოდ რომ ვერ წარმოიდგენ ესეთი ადამიანები. თანამდებობებიც აქვთ, სამსახურიც აქვთ, ფულიც აქვთ, კარგი ოჯახებიც აქვთ,
მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხედვით. ასე რომ ბედნიერება და შინაგანი ბედნიერება და სიმშვიდის მდგომარეობა აი ესე განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ბედნიერება არის გარედან შემოსული, შვიდი მდგომარეობა და სიმშვიდის მდგომარეობა ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. და ეხლა არის ესეთი შეკითხვა, რაც ძალიან საინტერესოა ასევე, ცხოვრებაში მხოლოდ დადებითი გარემოებების მოზიდვა შესაძლებელია? ახლა თქვენ იცით, ბევრი კოუჩები, ფსიქოლოგები, აი სხვადასხვა სპეციალისტები ამბობენ, რომ პოზიტიურზე იფიქრე, პოზიტიური დაგეგმარება, პოზიტიური აზრები, ფიქრები გაუშვირო, დაგიბრუნდეს პოზიტივი. კი ბატონო, მეც აბსოლუტურად ვეთანხმები ამას, კარგია ეს ყველაფერი, რაც უფრო მეტ პოზიტივზე, მეტ პოზიტიურ მდგომარეობაში ვიქნებით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ნახეთ აქ შეკითხვის არსირასე მდგომარეობს თუ მუდმივად ასე ვიფიქრებთ პოზიტიურ მოვლენებს და სიტუაციებს მოვიზიდავთ თუ არაო. მაგრამ იცით რა არის პასუხი? პირველ რიგში ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის მისთვის პოზიტიური. აი ჩვენ რო გონია რომ ესა თუ ის მოვლენა, ფაქტი ან რაღაცა იქნება პოზიტიური, შეიძლება სულაც არ იყოს ის ჩვენთვის პოზიტიური. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც როგორ მდგომარეობაში როიტყვან ფსკერზე დაშვებულია უკვე და აი უკვე თითქმის სასოწარკვეთილებაში ის პირას არის მისული, მაგრამ არა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, როდესაც ყველაფერი თავზე ენგრევა, ესეთი მდგომარეობა აქვს, ან რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან კარიერაში აქვს ძალიან დიდი ვარდნა, ან თუნდაც დაკარგა სახლი, ფინანსები, ну რა ვიცი, 1000 უბედურება, ან ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა. ეს არ არის ხო ადვილი, რომ დარჩე ხა პოზიტიურ მდგომარეობაში. არავითარ შემთხვევაში აქ პოზიტიური მდგომარეობა ვერ იქნება და არ იქნება, იმიტომ რომ არც იქნება ეს ნორმალური. ამ დროს არის ცრემლიც, სევდაც, დარდიც, ტკივილიც და ნუ მოკლედ ძალიან ცუდია, მაგრამ ამ მომენტში, სწორედ ამ მომენტში ძალიან ხშირ შემთხვევაში მოდის ხოლმე გაცნობიერების მდგომარეობა. ანუ ადამიანის გამოფხიზლება ძალიან ბევრ რამეზე, რაზეც აქამდე არ უფიქრია ადამიანს, სწორედ აი ესეთმა მდგომარეობამ შეიძლება დააფიქროს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ამ დროს ძალიან გაცნობიერებულ მდგომარეობაში გადადიან, მაგრამ არის რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც ვერ უმკლავდებიან ამ მდგომარეობას და აბსოლუტურად ვერაფერი ვერ აფხიზლებს, ესეთი ადამიანებიც არიან. და ეს აქვს განმარტებული ძალიან კარგად. ნახეთ, რაც გვეუბნება ნებისმიერ უარყოფითში რაღაცა ძალიან სიღრმისეული გაკვეთილი იმალება, რომელიც შეიძლება იმ დროს, როდესაც აი ამ მომენტს გადიხართო, როდესაც ამ მომენტში ხართ, ვერაცნობიერებთ ეს ადამიანი, მაგრამ შემდგომში უკვე მიხვდება და გააცნობიერებს. ახლა იმ წუთში შეიძლება ვერ გააცნობიეროს, რომ მე ეხა ტრანსფორმაცია განვიცადე რაღაც მომენტში და ეს ჩემთვის იყო კარგი. იმიტომ რომ როცა რაღაცა ისეთი სასწაული ან რაღაცა ცუდი რაღაცა ხდება, ჩვენ რასაც ნეგატიურს ვეძახით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიფიქრებთ იმ წუთში, რომ კარგია. თუმცა მე მინდა ეხლა ჩემი გამოცდილებიდან გაგიზიაროთ პატარა მონაკვეთი, ძალიან მოკლედ. ჩემ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ახლობელი ადამიანის აი ამ არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩავარდნა, რომელიც უშუალოდ მეც მეხებოდა, ეს ადამიანი ჩემი ძალიან ახლობელია, ოჯახის წევრია და ისეთი მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დიდი შოკი. რა თქმა უნდა, ეს ჩემ ძალიან მტკივნეულად განვიცადე და როგორც ყველა ადამიანი მეც აღვიქვი ეს გაბურანში ვიყავი უბრალოდ, ვერაფერი ვერ აღვიქვი იმ წუთში და ვერაფერს ვერ ფიქრობდი, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ,
ყველაფერს თავის ფაზები აქვს და პერიოდები აქვს. აი მივხვდი რომ ეს იყო რაღაცა ძალიან ისეთი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ალბათ უნდა მომხდარიყო. ალბათ კი არა უნდა მომხდარიყო და ეს რეალურად გავაცნობიერე, რომ ადამიანები არ ვართ მხოლოდ მოსულები ამ ქვეყანაზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ აი სულ პოზიტიური მოვლენები გქონდეს და მე ხარ აფირმაციებს ვაკეთებ და ხარ ვიზუალიზაციის რუკებს ვადგენ, ახლა ესე ამდენ ტრენინგებს ვესწრები, მე თვითონ ვატარებ და ამდენი ცოდნა მაქვს მიღებული და ამდენ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო ესეთ მშვიდ მდგომარეობაში. რეალურად ეს სიმშვიდის მდგომარეობა ჩემში მოვიდა, აი როდესაც ძალიან როიტყვენ უსხრულში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდი და იქიდან იყო გამოსავალი, ან უნდა აღდგე, გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან და როიტყვან უნდა წამოდგე აი ეს მარტივი ენით და როგორ უნდა წამოდგები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შინაგანად გეყოფა მის ძალა და ეს ძალა არის სწორედ შინაგანი სიმშვიდე. და აი მაშინ მოხდა ეს გაცნობიერება ჩემში, რომ სწორედ ეს მოვლენა, რომელიც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, აი ეს ფაქტი იყო იმისთვის, რომ მე უფრო მეტად დავახლოვებოდი ჩემს შინაგან თავს, უფრო მეტად დავფიქრებულიყავი, რაზე იცით, აი მე მაგალითად დავფიქრდი ძალიან ბევრ ამაზე და პატარა მაგალითისთვის რომ გითხრათ, არის ხო შემთხვევები, როდესაც ადამიანები გაწყენინებენ რაღაცას, წყინს, რაღაცა არ მოგწონს შეფასებებს ვაკეთებთ, მე ახლა დიდი ხანი ადამიანების შეფასებებს არ ვაკეთებ რეალურად რომ გითხრათ, უბრალოდ მისი საქციელის შეფასებებს ვაკეთებ ხოლმე და ესეც უკვე ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი იყო და ამაზეც ბევრი დიდი მადლობა ჩემ თავს, მაგრამ რეალურად ხო იმაზეც ხო უნდა დაფიქრდე ადამიანი, რომელიც არც გახსოვს არასოდეს, მაგრამ დაფიქრდე უბრალოდ, ხომ შეიძლება მეც ისე უნებურად, არა განზრახვით მიყენებული ტკივილი სხვა ადამიანისთვის ეს საშინელება ალბათ რა ვიცი, მაგრამ თუმცა ამასაც ხვდებით ხოლმე ცხოვრებაში. აი რეალურად შეიძლება მეც ჩემი ან სიტყვით, ჩემი რაღაცა გაუცნობიერებელი საქციელით, გაუცნობიერებელი მოქმედებით, სიტყვით რაღაცა ისეთი მივაყენე ადამიანს, რომელიც ვატკინე რა ერთი სიტყვით და ესეთ რაღაცებზეც დაგაფიქრებთ, ხო? ეს მხოლოდ და მხოლოდ მარტივი მაგალითია და კიდევ უფრო დიდი რაღაცები არის, რომელიც უფრო მეტად სიღრმისეულად ჩაგიყვანთ და საერთოდ ზოგადად ამ დროს ხდება ხოლმე ცხოვრებაში რაღაცების გადაფასება. ანუ ეს ტკივილი და ეს რაც შეკითხვის არსი იყო ახლა ამ შემთხვევაში, რომ როცა რაღაცა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ხო, გავიმეორებ შეკითხვას, ამ დროს როგორ შევინარჩუნო ახლა ეს როგორ დავარქვა მას პოზიტიური. რა თქმა უნდა, აი ამ შემთხვევაში აი ეს ამ მხრივ რომ შენში მოხდება გარდაქმნა და ტრანსფორმაცია, ნამდვილად პოზიტივის მომტანი იქნება. თუმცა იმ მომენტში ამას ვერ ვაცნობიერებთ და ვერ აღვიქვავთ. ეხლა შემდეგ რაზე გვაქვს აქ საუბარი? ხო, სიღრმისეულ გააზრებაზე და აწმყო დროში ყოფნა, ხო, ამ წიგნის მთავარი, სათაურიც ეს არის, რომ ჩვენ მაგალითად პატიების შემთხვევაშიც ხო, თუ რაიმე ნეგატიური მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, ვიღაცამ გვაწყნინა, ვიღაცამ გვატკინა, ვიღაცა ბოლო-ბოლო გიღალატა, მეგობარია, თუ მეორე ნახევარია, თუ ან ვიცი, ნებისმიერმა ადამიანმა, ან ისე მოიქცა რომ მართლა რომ ვთქვათ არ იყო სწორი მისი მხრიდან ის საქციელი, მაგრამ აქაც უნდა გქონდეს ჩვენ პატიების უნარი, აუცილებლად უნდა გქონდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ძალიან მომწონს, იცით რა არის? პატიება ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე ამ ტექნიკებითაც ვმუშაობთ, ვაპატიოთ ადამიანებს შეცდომები, ვაპატიოთ ამის ტექნიკები, უამრავი ტექნიკები არსებობს, ბევრ წიგნშია ეს მოცემული და ძალიან ბევრი ფსიქოლოგი და მუშაობს კიდეც ამ თემებზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის, რომ აწმყოში მიმდინარე ფაქტის პატიება, აი ეხლა და
აქ ამ წუთში რაც ხდება, ამ მომენტში რაც ხდება. აი მაგალითად ავიღოთ მდგომარეობა, როდესაც თვითონ წიგნში არის კარგად გადმოცემული. მაგრამ მე უბრალოდ ჩემი სიტყვებით გიყვებით, რომ დიდი დრო არ წაიღოს წიგნის კითხვა, ხო? მაგალითად მოხდა ისეთი ფაქტი, რომ ძალიან მატკინეს ახლა ამ წუთში და მეწყინა, ხო რაღაცა. და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? ნეგატივით ვპასუხობთ, ხო? ნეგატიური მივიღეთ ჩვენი შეფასებით, ნეგატიური რაღაც ფაქტი მოხდა და ჩვენც ნეგატივით პასუხობთ. რაში გამოიხატება ახლა ეს ნეგატივი? ან შეიძლება მას უპასუხოთ სიტყვერათაც და დაუბრუნოთ, რომ იტყვიან თავის საქციელის საპასუხო, მაგრამ შეიძლება არც დაუბრუნოთ, მაგრამ ნეგატივით როგორ უპასუხოთ, იცით? ჩვენს შიგნით მოხდება ცუდი ემოციების წარმოქმნა, ანუ ჩვენ მივიღეთ ეს ძალიან მტკივნეულად და გვეტკინა, გვეწყინა, აი როგორც ცუდ ხასიათზე დავდექით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აი მე ამ ადამიანთან აღარ გავაგრძელებ კონტაქტს, ან რაღაცა ზოგს ხდება ხოლმე, რომ შურისძიების მომენტიც გაუჩნდება. აი ან სულაც რომ არ გაჩნდეს ეს მომენტი, რომ შურისძიების მომენტი, უბრალოდ შენ თავს ავნებს იხარ და საათები და დღეებით, შეიძლება თვეებიც ინერვიულო ასეთვის ამ ფაქტზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აწმყო მომენტში, სანამ ის უკვე წარსული გახდება, აი იმ წუთში და იმ წამში გაატარო და აპატიო. ანუ ეხლა როგორ ვაკეთებთ ამას? ესეთი პრაქტიკა აქვს მოყვანილი. ანუ წარმოიდგინეთო თქვენი თავიო, რომ ხართო თქვენი სხეული არის გამჭვირვალე. ანუ და ამ გამჭვირვალე სხეულში, იმ წუთში, როცა ხდება არასასიამოვნო ნეგატიური, ხდება აი ამის გატარება მთლიანად. ანუ შენ სხეულში არ უნდა დაიტოვო. ძალიან ხშირად ახსენებს სხეულს ტოლე და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თქვენ ძალიან იცით ალბათ ყველა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულის მეხსიერებას. ყველა ემოცია, ყველა არ მიღებული, არ გააზრებული, რომ ვიტყვენ, გაუაზრებელი უფრო სწორად რო თქვა, საქციელი ჩვენს სხეულზე აისახება, ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება და ეს მერე ფიზიკურ დაავადებებზეც გადადის. არა მხოლოდ ემოციებში არის რჩება, ხო? და ეს შეიძლება იმ წუთში ვერ იგრძნოთ სხეულებრივად, მაგრამ გადის წლები და ამ ყველაფერს ნამდვილად არ პატიობს ჩვენი სხეული, არც იმ დაგროვილი წყენას, არც იმ ნეგატიურს, რასაც ნეგატიურს ვეძახით და აუცილებლად გვიბრუნდება ხოლმე მერე არასასიამოვნოთ, იმიტომ რომ გვექნება ჯანმრთელობის პრობლემები. ასე რომ უნდა მოხდეს გატარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა იმ ადამიანს არ გვაქვს უფლება, რომ აუხსნათ და მიუთითოთ იმაზე, რომ არასწორი საქციელი იყო მისი მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერ ადამიანს, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, თუ არ გინდათ არც ეს არ გააკეთოთ, ახლა როცა ადამიანი უკვე თავის თავზე არც მიიღებს, როცა გაცნობიერებული ადამიანი, ახლა ვიღაცამ რაღაცა მოგწერა, ან დაგიწერა ამ პირადში კითხა, ან რაღაცა ისეთი გაწყენინა, შეიძლება იმდენად კარგ მდგომარეობაში და სიმშვიდის მდგომარეობაში, როდესაც არის ადამიანი, ის თავის თავზე არც მიიღებს, პირდაპირ ხდება გატარება. და ზოგჯერ არის რომ პასუხის გაცემაც კი არ უნდება, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. მე დავაფიქსირე რაღაც მომენტში იყო ხოლმე ამ დროს რომ შემეცოდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ის ასე აზროვნებდა და მას ეგონა რომ მართალი იყო რა თქმა უნდა და მეც მეგონა ჩემი თავი მართალი როგორც მე გგონია ყველა შემთხვევაში და შემეცოდა რომ აი ის ცოდვა, იმიტომ რომ ის ასე ფიქრობს, მაგრამ სინამდვილეში ესეც არ არის მართალი. ესეც დასამუშავებელი იყო ჩემ შემთხვევაში და ამაზეც ვიმუშავე. მე ჩემი მაგალითები გიყვებით ახლა რაღაცეებს, იმიტომ რომ ამ წიგნის განხილვის დროს ძალიან ბევრი რაღაცეები, რაც ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, მინდა რომ გაგიზიაროთ პრაქტიკულად რომ გამოიყენოთ. ანუ რომ შეგეცოდა, ესეც არ არის სწორი, იცით? ყველა ადამიანს თავის გზა აქვს გასავლელი, ყველას თავისი კარმა აქვს, ყველა თავისი უნდა გაიაროს და თავის დროზე მოუვა ის გაცნობიერებაც, იმის გააზრებაც, რა მოხდა მის ცხოვრებაში და როგორ ხდება და რანაირად. ის ცხოვრობს ისე, შენ ცხოვრობ ესე, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. უბრალოდ მიიღე ის ფაქტი, რაც მოხდა, ფაქტად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაეთანხმო. არავითარ შემთხვევაში. მიიღე, მოხდა და გაატარე. აი თუნდაც გეტკინა.
რაღაცა. მე სულიერ ტკივილზე მაქვს ლაპარაკი, ან ფიზიკურზე წინა თავში უკვე ვილაპარაკე. მიიღეს ფაქტი ფაქტად კი აღიარე რომ ტკივა კი მე ეს ძალიან მეტკინა ან მე ამ დროს გამიჩნდა შურის ძიების შეგრძნება ან მე ამ დროს გამიჩნდა რაღაცა უსუსურობის განცდა არ ვიცი რა განცდაშიც ხართ და აღიარეთ გაქვთ ამის უფლება ჩემს ხელს აქვს იმის უფლება რომ მე გონებასაც აქვს იმიტომ რომ მე გონებით ჩვენ ყველანი გონებით ვიმართებით მაინც ჩვენი გონება გუმართავს მაგრამ აი ნახეთ იქ უკვე ეგოს უნდა დააკვირდეთ იცით აი ეგო მე ეს არ მეკადრებოდა მე ეს როგორ გამიბედა აქ უკვე ეგო არის ხო ჩართული მაგრამ კი მოხდა ეს ფაქტი მე მივიღებ ამას მე მეწყინა თუ მეტკინა მაგრამ არ დატოვ აღიარეთ წინა თავშიც ვილაპარაკე ამაზე და აქ აქვს ახლა ეს მეცხრე თავშიც ამაზე აქვს საუბარი და იმიტომ დაუბრუნდები ხოლმე იგივე თემას დაახლოებით ხო ასე რომ პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები როგორც ასეთი არ არსებობს ყველა ნეგატიურს, რასაც ნეგატიურს ვეძახით, აქვს პოზიტიური მხარე და ასევე აქვს ყველა პოზიტიურ ფაქტს, აი რაღაცა მოვლენას თუ რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში, მასაც აქვს ნეგატიური მხარე. და ეს უნდა მოხდეს ამისი დაბალანსება. ანუ ორი პოლარობა რა, ორი და მიმღებლობა უნდა გქონდეს ამისი. ამ პოლარობის მიმღებლობის გარეშე ჩვენთან არასოდეს ნუ როდესაც ადამიანი გაცნობიერებულია და განვითარების სხვა ეტაპზე გადადის უკვე ამ დროს ამას აცნობიერებს ამის მიმღებლობა აქვს უბრალოდ ეხლა რაზე მინდოდა კიდე მესაუბრა ხო მოდი წავიკითხავ პატარა აბზაცს მიიღეთ ეს ის ყველაფერი რასაც თქვენი ბედის მზაკრობა მოგივლენთ რადგან უკეთესად რა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებს ეს სიტყვები 2000 წელზე მეტი ხნის წინ მარკუს ავრელიუსმა დაწერა. ერთ-ერთმა იმ იშვიათ ადამიანთაგან, რომელსაც საერთოდ ძალაუფლებასთან ერთად უდიდესი სიბრძნეც ჰქონდა ბოძებული. ეს ახალი არაფერი არ არის, რაზეც თუნდაც ტოლე საუბრობს ამ წიგნში, აქ ახალი არაფერი არ არის, ეს მოყვანილი ყავს მაგალითებით ბუდადან, ქრისტეს ჩვენ ბიბლიიდანაც აქვს ფრაზები ძალიან ხშირად იღებს ამას. და ფილოსოფოსებისგან და ნუ რაც იყო თავიდანვე და ოდითგანვე აქ ეხლა წამოვიდა რომ აი ეს ინტერნეტ სივრცე დაიპყრო უკვე ამ თემებზე საუბარმა, თორე სამდვილეში ეს ადრეც ასე იყო და ამაზე ადრეც საუბრობდნენ და იყო ამაზე ლაპარაკი. ხო ადამიანთა უმეტესობას დიდი სატანჯველის გავლა უწევთ იმისთვის, რომ წინააღმდეგობისგან განთავისუფლება და არსებულის მიღება, პატიება შეძლოს. შემდეგ კი ერთ-ერთი უდიდესი საოცრება ხდება. იმის საშუალებით, რაც ბოროტებად გეჩვენებოდა, ცნობიერება იღვიძებს და ტანჯვა შინაგან სიმშვიდეთ გარდაიქმნება. ყველა ბოროტება და ტანჯვა ადამიანს აიძულებს გააცნობიეროს, ვინ არის სახელის და ფორმის მიღმა. ამგვარად ის, რასაც ჩვენ ვიწრო თვალსაჩინარიდან ბოროტება დაგვიქვავთ, იმ უმაღლესი სიკეთის ნაწილია, რომელსაც საპირისპირო არ აქვს. ეს მხოლოდ პატიებით მიიღწევა. მანამდე ყველა ბოროტება გამოუსყიდველია და ბოროტებად ვერ რჩება. პატიებით კი, რომელიც არსებითად ნიშნავს წარსულის ილუზიურობის აღიარებას და ახლანდელი მომენტისთვის ნების დართვას, იყოს ისეთი, როგორიც არის. ამდენად გარდასახვის სასწაული ხდება არა მხოლოდ სიღრმეში, არამედ გარედანაც. მაგრამ ჩვენში რომ მოხდება გარდასახვა, ფაქტია, ჩვენთან სიმშვიდე რომ შემოდის ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში, მაგრამ გარედანაც ხდება უკვე, იცით? გარედანაც უკვე შენს გარშემო თითქოს ყველაფერი ლაგდება, რაღაცნაირად არ ვიცი საიდან, მაგრამ უნებურად ჩდება პოზიტიური ბრჭყალებში ვიტყოდ, იმიტომ რომ პოზიტიურს რასაც ვეძახით, ის მოვლენები, შეიძლება კარიერაშიც მოხდეს დაწინაურება, ურთიერთობები დალაგდება, გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გჭირდება და ზოგადად მე ვიტყოდი, რომ როდესაც რაღაცა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, კარგი იქნება, ცუდი იქნება, იმისთვის ხდება, რომ ესე უნდა მომხდარიყო. არასოდეს მე პირადად არაფერს აღარ ვეწინააღმდეგები. ეს არ ნიშნავს იმას,
რომ მე არაფერს არ ვაკეთებ და აგერ ტოლედს გვეუბნება რომ ეს წინააღმდეგობის გაუწევლობა არ შეეწინააღმდეგოთ არაფერს, იმიტომ რომ ეს სამყარო არის არც პოზიტიური, არც ნეგატიური, ეს არის ისეთი როგორიც არის, ეს ორი პოლარობა არის და მუდმივად იქნება. დუალურ სამყაროში ცხოვრობთ და რაც მოხდება, მაგრამ გააკეთე ის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, თუმცა მიიღე ის მდგომარეობაც, რაც არის. უფრო კარგად რომ ჩამოყალიბდე და აგეხსნა, მიმღებლობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი მდგომარეობა დავიმკვიდროთ, ანუ რაც გვინდა იმას მივახციოთ. მაგრამ არ აღერს აი იმ მდგომარეობასთან წინააღმდეგობის გაწევა, შეგრძნებებზეა საუბარი. ეხლა რას გვეუბნება? ეგო არისო თავის ნებაზე მიშვებული გონებაო. ანუ არ გვიმუშავოთ გონება თავის ნებაზე, იმიტომ რომ ჩვენში არ იყოს ის ეგოები და მე მხოლოდ ერთი ეგო ხო არ არის. უამრავი ჩვენს გარშემო, უამრავი ეგო ჩდება. ახლა ახსნათ ეგოზე რას გვეუბნება, ხო? ამ აღიარებისა და შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობაში შეიძლება კიდევ მოხდეს ცხოვრებაში ისეთი რამ, რასაც შეიძლება ცუდი ვუწოდოთ. აი თუ დავიმკვიდრეთ უკვე ეს სიმშვიდე შინაგანი, კიდევ მოხდებაო ესეთი რამეო? შეკითხვა ასეთი. და პასუხობს, რა თქმა უნდა მოხდება. არ ხდება ახლა ისე რომ წაღანაც თქვი რომ აი სულ ვია ვარდებით გვიფენია გზაზე და მივდივართ და მოკლედ პოზიტიურია ყველაფერი და ჩვენ როგორც გვინდა ისე ხდება. არ ხდება ესე, არ ხდება. ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ არ გვინდა რომ დავიჯეროთ ჩვენს გონებას არ უნდა რომ დაეჯეროს. ნახეთ, რამდენად განვიცდით, ნერვიულობთ. კი ბატონო, ნერვიულობთ, განვიცდით, ეს ნორმალურია, მისაღებია, მაგრამ მიღება არ გვინდა იმის ფაქტების, რაც ხდება, რაც ჩვენ არ გვსიამოვნებს. აი თუნდაც ურთიერთობებზე ვილაპარაკეთ წინათავში და დაშორების მომენტში. რამდენად როგორ შეიძლება ბოლომდე ჩავყვეთ იმ ადამიანს, რომელთანაც დავასრულეთ ურთიერთობა. ანუ შევწიროთ ჩვენი მთლიანი, არა მხოლოდ სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ მთლიანად ჩვენი ჯანმრთელობაც კი. და თქვენ კარგად იცით და დამეთანხმებით, ალბათ რომ ხშირია ხო ესეთი შემთხვევები. ახლა მე ეს მაგალითის სახით ურთიერთობები მოვიყვანე, თუმცა ესეთი რაღაცები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ. ეგო თავის ნებაზე მიშვებული გონებაა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მართავს მაშინ, როცა თქვენ როგორც ზედამხედველი მცნობიერება არ არსებობთ. როცა არ ხართ ის, ვინც აკვირდება. თქვენ თუ მოусმინეთ წინათავებში, ძალიან კარგად აქვს გაანმარტებული და კარგად გადმოვეცი მე თვითონაც, როგორ შეიძლება გახდე შენი თავის დამკვირვებელი. ანუ როგორ უნდა ჩართო ის მომენტი, რომ გახდე დამკვირვებელი და გვერდიდან უყურო შენ თავს. რომ გამოხვიდე არასასიამოვნო მდგომარეობიდან, რომელშიც ადამიანი იმყოფება იმ წუთში, როცა კარგად ვეგრძნობ თავს. თუნდაც შიშები, შფოთვები, ყველანაირი მდგომარეობიდან, აი მაგ დროს გამოდიხარ და აკვირდები გარედან. ეს ეგო არ გაძლევს მაგის საშუალებას, რომ დამკვირვებელი გახდე და ეგო უკვე აი მოკლედ გადასულია იმაზე, თავის მსგავსებს მოიზიდავს, ერთი რომ განვითარდება, აი მე ეს როგორ გამიბედეს და როგორ მაკადრეს, მერე მოდის გაბრაზება, განრისხება, მერე შენ საკუთარ თავს შეიძლება არაპატიო ის რომ აი მე ესე იგი რაღაცაში შეცდომა დაუშვიქ და იმიტომ გამიბედეს და ნუ მოკლედ მთელი ჯაჭვი ჩნდება, რომელიც არ ვიცი ნამდვილად ნეგატიური იმაში ჩაგვითრებს და ვეღარ გამოდის ადამიანი იქიდან. ეგოს ძირითადი მოდელები, ნახე რას გვეუბნება, წინააღმდეგობა, კონტროლი, ძალაუფლება, სიხარბე, თავდაცვა, იერიში, მის მიერვე შექმნილ და ღრმად ფესვგადგმულ შისსა და დანაკლისის განცდასთან საბრძოლველად არსებობს. კი ბატონო, თავდაცვისთვის არსებობს ეს ყველაფერი. ეგოს ზოგიერთი სტრატეგია გონივრულია, თუმცა მის პრობლემებს ვერ წვეთს, რადგან პრობლემა თავად ეგოა. და რა თქმა უნდა, მე ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. ეხლა რაზეა გლაპარაკე? როცა ეს ნუ ეგოზე აღარ მინდა გავაგრძელო, უკვე მოკლედ შევეხერო ორი და რამოდენიმე ეგო ერთად უკვე წარმოჩდება ეს რაც ვილაპარაკე ამ ჯაჭვზე, მერე უკვე მთელი ცხოვრებისეული დრამა მოხდება და გადავდივართ პირდაპირ დრამაში და ვინ ქმნის ამ დრამას ისევ და ისევ ჩვენ, ხო? წეგან ვახსენე, მოდი გავატაროთ ეს ჩვენს გამჭვირვალე სხეულში. გავატაროთ ეს ყველაფერი.
მაგრამ არ მივიღოთ ჩვენ თავზე. დავიტოვოთ ეს ჩვენთვის შინაგანი სიმშვიდე, ვიყოთ იმ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მას მეტი არ შეეძლო, ხა ის ისეთია როგორიც არის. ხო? ეს ფაქტი მოხდა. აი ხა ჩვენ ფაქტებს ხო ვერ შევცვლით ზოგჯერ. აი ხა დააკვირდით მაგალითად ამინდის ციკლები როგორ იცვლება ბუნებრივად. ცოტა ხნის წინ, 2 თვის წინ ცხელოდა. ისეთ ცხელოდა რომ კონდიციონერები გჭირდებოდა და არ ვიცი ვიგუდებოდით სიცხისგან და ეხლა 2 თვე გავიდე და გრილა. ცოტა ხნის მერე ისეთი სიცივე იქნება რომ მოკლედ რა ვიცი, უნდა ჩავიცვათ თბილად. ამას ეხლა რაც არ უნდა მოინდომო შენ. ამას როგორ შეცვლი? აი ნუ ამინდი ეხლა და შეცვალე სამყაროა და ხდება ხო ეს. ასევე არის ჩვენი ადამიანის მდგომარეობაც ხშირად არის ხდება ესეთი მოვლენები, რომელიც გარდაუვალია, ეს ხდება. ბევრი რაღაც არიდება. რა თქმა უნდა, თავიდან შესაძლებელია ავიდოთ თავიდან და ეს ჩვენზე რაც არის დამოკიდებული და არის ესეთი რაღაცები, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და მაინც ხდება. და ამიტომ უნდა დარჩეთ ყოველთვის სიმშვიდის მდგომარეობაშიო, ტოლეგოებნება, თუ გინდათო რომ იყოთ მშვიდათო და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ ამ ფიზიკურ სამყაროში ესე ხდება, ამ სამყაროში ესე ხდება და მე რა იქნება და როგორ იქნება, მე ვნახოთ სხვა სამყაროებში. ეს აღარ გვინდა ეგოზე საუბარი, ეს დრამების შექმნა, რა თქმა უნდა, ტანჯვას ქმნის და გამოდის რომ ტანჯვა არის ტანჯვის ძირითადი სათავე ყოფილა ისევ და ისევ ჩვენი ეგო და ამიტომ არ შევეწინააღმდეგოთ არაფერს, თუნდაც იმ ეგოს მიუშვათ თავისნებაზე იყოს, დავაკვირდეთ გარედან რა ხდება. დააკვირდით აბა და რამდენად მოგეწონებათ ეს დაკვირვება გამიზიარეთ მერე პოსტებში, კომენტარებში, უბრალოდ კომენტარების სახით. დააკვირვებას თუ შეძლებთ საკუთარ თავზე, საკუთარ ეგოზე. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. ეხლა არის შემდეგი თავი, ცვალებადობა და ცხოვრების ციკლები. სანამ ფიზიკურ განზომილებაში არსებობთ და კოლექტიურ ადამიანურ ფსიქიკასთან გაქვთ შეხება, შეიძლება ფიზიკური ტკივილი მაინც განიცადოთ, თუმცა იშვიათად ფიზიკური ტკივილი ტანჯვაში გონებრივ ემოციურ ტკივილში არ აგერიოთ. რა საინტერესოა რა, მე ყველა წინადადება საინტერესოა. ანუ რას გვეუბნება ეხლა ამათ? ფიზიკური ტკივილი მოდის ამონტყოფების სახითაც მოდის, რაღაცა ტკივა, რაღაც გაწუხებს. მაგრამ ეს არ აგერიოთ ტანჯვაში, ეს არ არის ტანჯვა. მერწმუნეთ ეს ესეა. ეს მე ჩემი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ ესეა. იმიტომ რომ როდესაც განვიცდიდი აი ძალიან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, სწორედ მაშინ ვფიქრობდი, რომ მე არ ვიყავი უბედური. არა, იმიტომ რომ ეს ნორმალურია. სად გაიქცევი ხო ბოლო ყოველთვის ხდება ესეთი რაღაცები. ნუ რაღაცა შეგეშალა, რაღაცა თავის დროზე. ან ზედმეტ, ნუ ის ფსიქოსომატიკაზე მივდივარ ახლა, აღარ მინდა დიდად ბევრი ვისაუბრო, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი დრო მიაქვს ხოლმე ამ ჩემს შესახებ ჩემზე, როდესაც ვსაუბრობ და ჩემი ცხოვრების მაგალითები მომყავს. აი ეს ფსიქოსომატურია ყველა დაავადება თითქმის ხო 99% იცით თქვენ. და უკვე როდესაც მოხდა ის სადღაც წყენა დაგიგრო და იქ სადღაც დიდი პასუხისგებლობა აიღე, იქ რაღაცა გამოუთქმელი ბრაზი გქონდა, იქ აგრესია გაჩნდა და არ გამოხატე, იქ რაღაცა მოითბინე, იქ რაღაცა არ მოითბინე და პირიქით გამოხატე. აი ეს ყველაფერი ფიზიკურ სხეულზე გადმოდის. ამიტომ, როდესაც რაღაცა გტკივათ, ტანჯვაში არ აგერიოთ ეს ყველაფერი, ეს არ არის ტანჯვა. თვითონ გვეუბნება. ეს არ აგერიოთ გონებრივ და ემოციურ ტკივილში, ფიზიკური ტკივილი. არ მიხვიდეთ იქამდე, რომ თქვენ ფიზიკური ტკივილი ემოციურ ტკივილამდე მიიყვანოთ. ეს ძალიან მარტივი გასაგებია, იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ციკლები, ამაზე უკვე შევეხი ამას, მაგრამ კიდე გამომეორდები და ვიტყვი, რომ სულ ერთნაირ მდგომარეობაში ვერ ვიქნებით. როგორც ახლა სეზონები იცვლება და როგორც ხეებზე ფოთლები ფერი ეცვლებათ, აი ესე ვართ ხო ჩვენც ახლა დააკვირდით ხო ბუნება ჩვეულებრივი ბუნებაში ცხოვრობთ და აი ყველაფერი ერთმანეთში კავშირშია, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია უბრალოდ. ისევე ვიცვლებით ადამიანები. ერთი პერიოდი ვართ ძალიან კარგად, ყველაფერი მიდის აი მოკლედ ან მაგრად გემრიელად რომ იტყვიან, მივდივართ და მე აღმართი მოყვება და ეს ყველაფერი ნორმალურია, უბრალოდ ამას ყველაფერს რაც ჩვენზე დამოკიდებული შევცვლით, რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული, მივიღოთ და გავატაროთ.
და კიდევ ერთხელ რამდენჯერ იმეორებს იცით ერთი და იგივე რაღაცებს სხვა იმედი და მეც არ მინდა ბოლომდე ჩავყვე. მაგრამ აბიკითხავ ცოტას. დაღმასვლის ციკლი აუცილებელია სულიერი რეალიზაციისთვის. რაზეც წერან ვისაუბრე. რაღაც ძალიან მწვავე და სიღრმისეული მარცხი, სიღრმისეული დანაკარგი ან ტკივილი უნდა გამოცადოთ იმისთვის, რომ სულიერ განზომილებაში გადახვიდეთ. ან მიღწეული წარმატება უნდა გახდეს უმნიშვნელო და წარუმატებლად იქცეს. ნებისმიერ წარმატებაში წარუმატებლობა იმალება, ყოველ წარუმატებლობაში კი წარმატებაა. ამ სამყაროში ან ფორმების დონეზე ადრე თუ გვიან წარუმატებლობას ყველა იწნევს და ყველა მიღწევა საბოლოოდ განულდება. ყველა ფორმა არამარადიულია, ისევე როგორც არაფერი არ არის მარადიული აქ, ჩვენც არა ვართ მარადიულები და არც ჩვენი მდგომარეობა არ არის მარადიული. და ასე რომ გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ფიზიკური ენერგიის ციკლებიც ამასთანავე, ანუ არის ისეთი მდგომარეობები, როდესაც ძალიან ენერგიულად გვგრძნობთ თავს, ყველაფერს ვაკეთებთ და არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც რაღაცა არ მინდა, არ მეხალისება, ვერ ვაკეთებ, დავიღალე ალბათ, ხო? არის გქონიათ თქვენს ცხოვრებაში ყოფილა ესეთი რაღაც, რომ დავიღალე ალბათ, რაღაც არა ვარ ფორმაში, რაღაცნაირად ენერგიას ვერ ვგრძნობ. კი ბატონო, იმუშავეთ ენერგიების აღდგენაზე, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ბუნებას მე ვიტყოდი, ბუნებაში ყოფნა არის ერთგვარად, არ ვიცი, ტაძრებში ყოფნა, რაღაცა სულიერ ადგილებში ყოფნა, ეს სასწაული ენერგიის მომცემია, მაგრამ მოდი მივიღოთ ეს ენერგიობაც ხანდახან, ტოლე გვეუბნება ამას უკვე. რომ მიიღეთ ის მდგომარეობაც, როცა არ გაქვთ ენერგია, ხო რა მოხდა, მე ხო ადამიანები ვართ. ამის გამო არ უნდა მოვიწყინოთ, არ უნდა ჩავარდეთ რაღაცა, არ უნდა დავაძალოთ ჩვენს თავს ეს ყველაფერი. ერთი დღე, ორი დღე გავჩერდეთ და ნუ მერე გავაგრძელოთ. იმიტომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და კიდე რაზე გვესაუბრება აქ, რომ სხვათა შორის სამყარო, ესეთი სამყაროშიო, სადაც ამ სამყაროზე ალაპარაკი, ამ განზომილებაზე ალაპარაკი, სადაც ვცხოვრობთ, რომელსაც ჩრიჩილი და ჟანგი ჭამსო, მარადიული არაფერიაო. ეს ციტატაც აქ აქვს მოყვანილი აქედან და ეხლა გადავიდეთ, გვაქვს ხო დრო კიდე ცოტა ხანი კიდე ვისაუბრებ. ხო, აქ ამბობს იმას, რომ არაერთხელ გვსმენიაო ჩვენო იმ ადამიანების შესახებ, რომელიც დაკარგავენ ძალაუფლებას, ფულს და სასწარკვეთილებაში ვარდებიან და მე თვითმკვლელობაც კი შეიძლება მოხდეს მათ ცხოვრებაში, ანუ მასიც ამთავრებენ ცხოვრებას. ეს ყველა დაუშვებელი და ძალიან ცუდი ფაქტია. ძალიან ეს იცით როდის ხდება ესეთი რაღაცეები, როდესაც ადამიანი რაღაცას კარგავს და ვარდება სასწარკვეთილებაში. როდესაც ადამიანი თავის იდენტიფიკაციას აკეთებს მაგალითად საგნებთან, ნივთებთან, ფულთან, მაგალითად ფულის დაკარგვა, დიდი ფულის დაკარგვის დროს ადამიანი შეიძლება გახდეს ისე ცუდად და დაავადდეს, რომ ბოლო არ ვიცი, ზედი ნერვოზი და დეპრესია დაემართოს კარგ შემთხვევაში და შემთხვევაში გეუბნებით თვითმკვლელობამდეც მიდის. ეს რატომ? იმიტომ რომ თვითონ თავი ის იდენტიფიკაციას აკეთებს ფულთან. მე ფულიანი ვარ, მე მდიდარი ვარ, მე ესეთი რეპუტაცია მაქვს სიტყვაზე კარიერას დაკარგავს ჩამოაქვეითებენ და მე თავს გრძნობს არარაობად. და სინამდვილეში თუ გააცნობიერებს ადამიანი ის იგივეა, რაც იყო და უფრო მეტიც შეიძლება იპოვნოს შიგნით უკეთესი მდგომარეობა თავისი, უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან რომ იტყვია, ხო? შინაგან სამყაროსთან, თავის საკუთარ თავთან, უფრო მეტი, ერთი სიტყვით მთელი მზადების პროცესია, ხო? იქით გასასვლელად მზადების პროცესი, მაგასაც ხო უნდა მივაქციოთ ყურადღება. ან კიდევ რა შემთხვევაში ხდება ხოლმე? ხო, მიჯაჭვულობის დროს ხდება ხოლმე კიდე ესეთი სასწარკვეთილება, თუმცა ეს წინა თავში უკვე ვისაუბრეთ. საკუთარი იდენტობა საგნებში არ ეძიოთ. საგნები მოგანიჭებენ სიამოვნებას და საგნები ამ სიამოვნებას რას უზავენ იცით, მე ისე დაგაკარგვინებენ, რომ მასთან ერთად თავსაც დაგაკარგვინებენ.
და თან წარმოიდგინეთ საგნები სიამოვნებას კი განიჭებენ, მაგრამ ეს არ არის სიხარული. სიხარული ჭეშმარიტი რეალური სიყვარულზე ხო ვისაუბრეთ წინაზე, ახლა სიხარულზე ვთქვათ 1-2 სიტყვა. ნამდვილი სიხარული არის შიგნით, ანთებული, რაღაცნაირად შიგნით ინთება ეს სიხარული. როგორც ნამდვილი სიმშვიდე ინთება შიგნით, ისე არის სიხარული. და მე თუ მკითხავთ ბედნიერებაც, თუმცა ტოლე გვეუბნება გარედან მოდისო, მაგრამ როდესაც უკან შინაგანი სიმშვიდე გაქვს და შინაგანად სიხარული გაქვს, ანუ აღარ ხარ გაიგივებული აღარაფერთან, აღარც საგნებთან, აღარც ფულთან, აღარც სამსახურთან, აღარც ადამიანთან, პარტნიორთან, აღარ ხარ მიჯაჭვული, აი მაშინ უკვე და იცი შენ ვინც ხარ და უკვე გაიცანი შენი საკუთარი თავი, მაშინ უკვე შენი მდგომარეობა არის როგორც სიმშვიდის, ასევე სიხარულის მუდმივად აი ამ ველში იმყოფები და მაღალ ვიბრაციულ მდგომარეობაში ხარ. ფაქტიურად და ეს ძალიან კარგია, ხო, ახლა რა თქმა უნდა კარგია. და გვეუბნება კიდეც, რომ სიხარულიც, ხო, რაზეც ვისაუბრე ახლა, ეს არის შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობა და ეს მდგომარეობა არის ღვთიური სიმშვიდე, რომელიც ძალიან კარგი. ეხლა შემდეგ ნეგატიურობის გამოყენება და გადალახვა. ფაქტურად ამაზე ვისაუბრეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ნეგატიურობა, ყოველგვარი შინაგანი წინააღმდეგობა ამა თუ იმ ფორმის ნეგატიურობის სახით შეიგრძნობა. ანუ წინააღმდეგობა რომ არ უნდა გაუწიოთ, ამაზე ეხლა აღარ გავჩერდები. ნეგატიურობა არაბუნებრივია. ეს ამაზე აქვს საუბარი, რომ წავიკითხავ ერთ აფსაცს და მე გავიმარტავ. ეს არის არაბუნებრივი, ის ფსიქოლოგიური საწამლავია, ბუნების ნგრევას და დაბინძურებასა და კოლექტიურ ადამიანურ ფსიქიკაში დაგროვებულ ნეგატივს შორის სიღრმისეული კავშირია. ამ პლანეტაზე არსებული სიცოცხლის არც ერთი სხვა ფორმა ნეგატიურობას არ ცნობს. ეს მხოლოდ ადამიანმა იცის. ისევე როგორც სიცოცხლის არც ერთი სხვა ფორმა არ არღვევს და არ წარმალავს დედამიწას ისე, როგორც ამას ადამიანი აკეთებს და მე მოყვანილი ყავს მაგალითები, ცხოველები როგორ იქცევიან, აი მაგალითად ცხოველებს არ აქვთ ეს ნეგატიურობის შეგრძნება, არ აქვთ ხო ესეთი ემოციები, რაც ჩვენ გვაქვს და ესეთი საწყვეტიაში არ ვარდებიან და გადაიქცა ქვეყანა. და მოყვანილი ყავს მაგალითი, როგორ ორი გედი, თუ არ ვხვდები გედებზე აქვს საუბარი, თუ ბატზე აქვს, თუ იხუსე რაღაც, იხვი მე მგონი, როგორ ერთმანეთთან რაღაცა ვერ გაიყვეს და დაკორებებას ახდენენ და მაგალითი აქვს ესეთი მოყვანილი და რაღაცნაირად წაიჩხუბნენ ნისკარტებით ალბათ რაღაც საყვარლად და უცბად ვერ იმასქეს და მე რაღაცა ერთ წუთში დაიშალნენ ორივე, სულ დაავიწყდათ მათ, რომ ასე ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს და მე წავიდნენ ფრთების ტყლაშად ყლუში და გაინავარდესო ის არ ვიცი იყვები ტბაზე ალბათ და მაშინო გავაცნობიერეო მეო, ეს ფრთების აი ესეთი ქანაობა და ტყლაშუნი გამოუშვეს თავიანთი უარყოფითი ენერგია შიგნიდანო. და ასე სხვათა შორის ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, თუ გავითვალისწინებთ, როგორ უნდა გამოუშვათ ეს უარყოფითი ემოციები და უარყოფითი ენერგია, ანუ რაღაცა მოძრაობებით ეს არ ახალია, რა თქმა უნდა, ფიზიკური ვარჯიშით ან სიარულით ან ძალიან კარგად გამოდის ეს უარყოფითი ენერგიები გარეთ. ხო, ეს კიდევ იგივე ეს იმეორებს, რომ ნეგატიური ემოციები ისევე როგორც ავადმყოფობა ზოგჯერ გარკვეული გზავნილის მატარებელია, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც საქმიანობაში, ურთიერთობებსა და გარემოში შეიტანთ, საშუალოდ კოსმეტიკური აღმოჩნდება, თუ ის თქვენი ცნობიერების დონის შეცვლით არ არის განპირობებული. ერთადერთი რამაა საჭირო, აწმყოში მეტად ყოფნა. როდესაც აწმყოში ყოფნის გარკვეულ დონეს მიაღწევთ, ცხოვრებისეულ სიტუაციას ნეგატიურობის კარნახით აღარ შეცვლით. სანამ არსებობს ნეგატიურობა, გამოიყენეთ ის სათქვენოდ, პოზიტიურად გამოიყენოთ ის ნეგატიურობაც. შემდეგ სულიერ პრაქტიკებზე, წეღან რაც ვთქვი, რომ ესე უნდა გაატაროთ, ის მაგალითი აქვს მოყვანილი. მოვიცილოთ ეს ნეგატიური, ავირიდოთ თავიდან.
და მე კიდე როგორ რაზე აქვს იცი ლაპარაკი, რომ არავის არ მისცემთ იმის უფლებაო, რომ თქვენ გმართოთო. სხვა ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი იმაზე, რომ ჩვენ თავს არ უნდა მივჩვენთ, ჩვენს გონებას არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ გმართოს და გამოგვიყვანოს სიმშვიდის მდგომარეობიდან და რა თქმა უნდა არც სხვას ლაპარაკით ზედმეტი არც სხვას არ უნდა მივჩვენთ ამის უფლება, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენ თავზე ძალაუფლება და თქვენ თავზე ძალაუფლების უფლება არავის არ მისცეთ. ვიღაცას არავის არ აქვს ამის უფლება. თუ მედიტაციებში, ხო, ნუ მე ესეთი შეკითხვა აქვს დაჟღერებული, რომ ვარჯიშობ კიდეც მედიტაციებსაც ვაკეთებ, სხვა სემინარებს ვესწრები, ყველაფერს ვკითხულობ და მაინც ვერ მოვიპოვე ეს სიმშვიდეო და პასუხი არის ეს შემდეგი, რომ თქვენ ისევ და ისევ გარეთ ეძებთ ამ სიმშვიდეს და სიღრმისეულად თქვენს შიგნით არ იხედებით, ყოველთვის სიმშვიდე მოძებნით შიგნით და არა გარეთ. გარეთ არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ახლა ის სხვა ადამიანი, არანაირი უფლება არ გაქვთ სხვა ადამიანების შეცვლის, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, უნდა ავიღოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავზე და ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე. და გარეთ ეძებთო ისევ ამ სიმშვიდესო ასე პასუხობს. და კიდე იცით როგორ აქვს ის რა ფრაზა აქვს მოყვანილი ბიბლიიდან, რომ აქ ხო არის ჩვენთან რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე ლოყა მიუშივეთო. ზოგმა ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს პირდაპირ გაგებით გაიგო, რომ ჩაგარტყავენ შენ მიეცი მაგის უფლებაო, მაგრამ სინამდვილეში მასი არ არის. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ აი რასაც ახლა გვეუბნება, სიმბოლურად არ გაუწიო წინააღმდეგობა აი იმ მოვლენას, ან იმ ფაქტს, ან იმ რაღაცას, რაზეც ბევრი დღეს მთელი დღე აგერიცათ თითქმის უკვე 46 წუთია საუბრობთ, მიიღე მდგომარეობა, მაგრამ დააწესე შენი საზღვარი, არ მისცე უფლება არც საკუთარ თავს და არც სხვას, რომ შენზე აიღოს ძალაუფლება. ხო, მოდი ახლა დავასრულოთ. იმიტომ რომ გაიწელა ძალიან დღევანდელი შეხვედრაც და გავაგრძელოთ მეორე ნაწილი შემდგომში და მე დაგვრჩება მხოლოდ და მხოლოდ მე-10 თავი და ძალიან საინტერესო იქნება ისიც დავასრულებთ მე ამ წიგნს და გადავიდეთ მე სხვა წიგნზე. აბგელოდებით თუ ამ ვიდეოს ამ ჩანაწერის ქვეშ თქვენ ლაიქებს დავინახა, ან ამას კომენტარის სახით, თუნდაც პატარა სიმბოლოები, რომელიც აქვს ამ გამოაგზავნოთ, გააქტიურებთ ამის თქვენ ამ ჩემს YouTube-ის გვერდს და ძალიან დამეხმარებით. წინასწარ მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ მინდა რომ გავააქტიურო და უფრო მეტად ვიაქტიურო მე თვითონაც ამ გვერდზე. და ნუ რა ვიცი, თუ მოგწონთ და ლაიქეთ. მე გიგზავნით სიყვარულს და დამელოდით შემდგომში უკვე გვექნება მეორე ნაწილის განხილვა. ნახვამდის.